საღამოშვიდობის მეორე საზოგადოებრივზე თქვენ თავისუფალ ტრიბუნას უყურებთ, სტუდიაში თამარ ფიროსმანიშვილი მუშაობს. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ის დაეთმობა დემოკრატიულ მოძრაობას და ამ პოლიტიკური გუნდის ლიდერი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ჩვენთან სტუდიაში. საღამოშვიდობის. მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. თავდაპირველად ვიტყვი, რომ ცოცხალი ოკუპაცია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები იქნება ის საკითხები, რაზეც ვისაუბრებთ დღეს დემოკრატიული მოძრაობის ლიდერთან. დავიწყოთ სწორედ მცოცავი ოკუპაციით, მორიგი აქცია დაიგეგმა სოციალურ ქსელში. დღეს ჩვენ ნახეთ ცოცხალი ჯაჭვი და ძალიან ბევრი ადამიანი ეგრეთ წოდებულ საზღვართან, საოკუპაციო ხაზთან, სადაც ასევე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის ქმედებები. ძალიან დიდი ხანია გვესმის ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან, რომ საერთაშორისო ტრიბუნა ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს. თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რაც სწორედ ბერშვეთში ხდებოდა, მოვისმინეთ მესამე სექტორის და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, რომ აუცილებელია შეიკრიბოს უშიშროების საბჭო და მომზადდეს ანტიანექსიური სტრატეგია. თქვენ თავდაპირველად მინდა რომ შეაფასოთ მართველი გუნდის პოლიტიკა სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და შემდეგ მინდა რომ თქვენი პოლიტიკური გუნდის ხედვა შემოგთავაზოთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვიდრე ოკუპაციის თემაზე გადავიდოდეთ, თქვენის ნებართვით ვიტყვი რომ დღეს მე წილად ვხვდა სამწუხარო პატივი, რომ მეორე არხის ბოლო გადაცემაში მიმეღო მონაწილეობა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს გუნდს, ყველა იმ ადამიანს, ვინც 2010 წლიდან მოყოლებული დღემდე მუშაობდა მეორე არხზე. მინდა ვთქვა, რომ უნიკალური გამოცდილება იყო საქართველოს სინამდვილეში მეორე არხის მუშაობა, როდესაც არხი აბსოლუტურად თანაბარ უფლებებს აძლევდა ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იყო ძალიან დიდი მონაპოვარი თავის დროზე ოპოზიციის და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ბრძოლის. ჩვენ მაშინ გამოვგლიჯეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ მეორე არხის მეშვეობით ყველა ოპოზიციურ პარტიას თავისი პოზიცია ყოველგვარი კუპიურების და შელამაზების ამ პირიქით, ესე ვთქვათ, დამახინჯების გარეშე მიეტანა მოსახლეობამდე და მე ძალიან გულწრფელად ვწუხვარ იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ოპოზიციურ პარტიებს ეს შესაძლებლობა წაგვართვა. მით უმეტეს სამწუხაროა ეს, როდესაც ეს ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე პრაქტიკულად 2-3 თვით ადრე. ამას ახსნა არ აქვს, ამას გამართლება ნამდვილად არ აქვს, მაგრამ რას ვიზამთ ახლა სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება მიღებულია და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო ამ არხის ყველა თანამშრომელს, აბსოლუტურად ყველას, ოპერატორებიდან დაწყებული, ვთქვათ, არხის ხელმძღვანელებით და ჟურნალისტებით დამთავრებული და მინდა რომ მათ წარმატება უსურვო შემდგომ საქმიანობაში. კარგი იქნება თუ შემოქმედებითი ჯგუფის სახელით. კარგი იქნება თუ ისეთი რეალობა შეიქმნება მართლა ქართულ მედია სივრცეში, რომ მეორე არხი რასაც აკეთებდა, რომ ობიექტურად აწვდიდა მოსახლეობას ინფორმაციას, ამის დეფიციტი ნაკლებად იქნება პოლიტიკური პარტიებისა და მოსახლეობისათვის. ახლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ჩვენ მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ქვეყანა არის ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში. ეს პოლიტიკური კრიზისი სამწუხაროდ ეხება როგორც ქვეყნის შიდა ვითარებას, თავად პოლიტიკური სისტემის და პოლიტიკური რეალობის კრიზისს და ეკონომიკურ კრიზისს, ასევე ვთქვათ, ქვეყნის საგარეო მიმართულებით აქტიურობასაც და თქვენ ბრძანეთ ესეთი კითხვა, როგორ შევაფასებდი მთავრობის მუშაობას. მთავრობის მუშაობას მე ყველა მიმართულებით შევაფასებდი აბსოლუტურად ნეგატიურად. ვერ მეტყვით ვერც ერთ საკითხს, რომელიც მთავრობამ გადაწყვიტა და მოაგვარა. გნებავთ ეს ეკონომიკური ან სოციალური პრობლემა, გნებავთ ეს შიდა პოლიტიკური პრობლემა, გნებავთ ეს პოლიტიკური კონსენსუსის პრობლემა, თქვენ კონსტიტუცია ახსენეთ და ჩვენ ამაზეც ვისაუბრებთ შემდგომში და გნებავთ იგივე ყველაზე უმთავრესი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ჩვენ ხედავთ თითოეული ჩვენგანი, თქვენ, მე და საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ ყოველდღიურად ბოლო 5 წლის განმავლობაში აქტიურად, ასე ვთქვათ, ხდება ჩვენი ქვეყნის დე-ფაქტო, ანუ ფაქტობრივი დაპატარავება. ყოველ რაღაცა პერიოდულობით, ვთქვათ, ყოველ თვეში, ყოველ 3 თვეში რა მნიშვნელობა აქვს საზღვარი, ეგრეთ წოდებული გადმოდის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში და ამაზე ხელისუფლება საერთოდ არაფერს არ ლაპარაკობს და თვალი აქვს დახუჭული და აცხადებს, რომ სტრატეგიული მოთმინება აქვს კურსად აღებული. სტრატეგიული მოთმინება თუ ვინმეს აწყობს არაქართულ მხარეს ნამდვილად
და ისიც რომ საქართველოს მართლა გამქრალია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან ეს ფაქტია ის რომ ჩვენ კვლავ დამოუკიდებლობის 25 წლის თავზე კვლავ პატარა ბავშვები მივჩერები ვართ დასავლელ მეგობრებს და კოლეგებს რომ ისინი გადაგვიწყვეტენ პრობლემას და ჩვენ ამ პრობლემებზე საუბრის თავიც არ აგვაქვს ის რომ საქართველოს დამოუკიდებელი და სუვერენული ხელისუფლება ვერ ახერხებს მოწინააღმდეგე მხარესთან ელემენტარული დიალოგის წარმართვას ეს არის სრული კატასტროფა და კრახი ქვეყნისათვის და ეს ბევრ რამეში გამოიხატება მათ შორის გამოიხატება ეგრეთ წოდებულ მცელცაღ ოკუპაციაშიც. როგორია თქვენი პოლიტიკური გუნდის ხედვა? როგორ უნდა წარიმართოს ურთიერთობები რუსეთთან? ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხედვა არის ძალიან ლოგიკური, ძალიან მარტივი და მარტივი, ესე ვთქვათ, არა შინაარსობრივად, ბუნებრივი, არამედ როგორ გითხრათ, მარტივი ლოგიკური თვალსაზრისით, რომ უნდა დაელაპარაკო იმ ხარეს, რომელთანაც პრობლემები გაქვს. ეხლა იცით რა არის? მე ბოლო პერიოდის განმავლობაში თამარ სულ მიწევს ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან კამათი, ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტებთანაც კამათი და პოლიტიკოსებთან კამათი, აქვს თუ არა აზრი დიალოგს. ეს ისეთი სამარცხვინო კამათია და ისეთი უგუნურებაა ჩვენის მხრიდან, რომ მე უბრალოდ მართლა ვლაპარაკობ უკვე ბოლოს, ხა მომბეზრდა მეთქი არ მინდა ამის თქმა, მაგრამ მხოლოდ საზოგადოებისთვის ვლაპარაკობ, რომ ჩვენ ვამბობ თუ არის ჩვენი ტერიტორიის აღდგენის ერთადერთ შესაძლო ფორმაზე ეს არის პირდაპირი დიალოგის წარმოება როგორც რუსეთთან, ასევე რა თქმა უნდა აფხაზებთან და ოსებთან. იცით, ეხლა სწორედ ცოტა ხნის წინ რა ფორმატში წარმოგიდგენიათ ამ დიალოგის წარმართვა და მიმდინარეობა? უმაღლეს დონეზე, ხელისუფლების უმაღლეს დონეზე. აი გუშინ წინ ბატონმა ლავრუმმა ბრიუსელში თავისი შემაჯამებელი პრესკონფერენციის დროს გააკეთა განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფორმატში იყოს საქართველოსთან მოლაპარაკება, ანუ უმაღლეს ფორმატში, მან თქვა, რომ რუსეთი ამისთვის მზად არის, მან თქვა, რომ რუსეთი ამაში ხედავს შესაძლო სარგებელს ორივე მხარისთვის, მან თქვა, რომ ერთმანეთს აუცილებლად უნდა ველაპარაკოთ და ვეცადოთ მოვაგვაროთ პრობლემებიო. ეს იყო მზაობა კიდევ ერთხელ. თუმცა ქალბატონინო, მან ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. რა თქმა უნდა, ეს არის მათი გათვალისწინებით, მაშინ რისი მზაობა არსებობს რუსეთის მხრიდან? იცით რა, ეს არის ოფიციალური პოზიცია დღევანდელი რუსეთის და რა თქმა უნდა, რომ ლავროვი გააკეთებდა ესეთ განცხადებას, მაგრამ როდესაც ის ლაპარაკობს, რომ მზად არის საქართველოსთან სასაუბროთ და პრობლემების მოსაგვარებლად, მან ძალიან კარგად იცის ჩვენთვის ნომერ პირველი პრობლემა რუსეთთან მიმართებაში რა არის. ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი, რომ მივახციოთ იმას, რომ რუსეთმა ეს პოზიცია შეცვალოს და ეს პროცესი შეუქცევადი არ გახდეს, რასაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა ქვია. იცით რა, როგორ უნდა მივახციოთ, რის ხარჯზე მოგვიწევს ამის მიღწევა? ეს მოლაპარაკებებია. როდესაც მოდიოდა ხელისუფლებაში და დღესაც აქვს ასეთი დამოუკიდებლობა და მათ პოზიციას ხშირად ვისმენთ ხოლმე ტელეეთერის საშუალებით ოფიციალურ განცხადებებში, რომ მათ შეარბილეს რიტორიკა რუსეთთან ურთიერთობაში და შედეგებს და ამიტომ ხალხი შეგაფასებინებთ რა შედეგები მივიღეთ. თუმცა ფაქტია, რომ დღეს ისევ გვიწევს აქტურად ამ თემაზე საუბარი, გვიწევს რომ ჩავიდეთ საოკუპაციო ხაზთან, გავმართოთ იქ აქციები და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ დაგმონ რუსეთის ქმედებები. თუ რუსული მხარე ისევ აცხადებს, რომ აფხაზეთი და ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, არაღიარების პოლიტიკა არ გადაიხედება, მაშინ როგორ შეიძლება რომ მივახციოთ ჩვენთვის სასურველ შედეგს და შესაძლებელია თუ რომ ეს გარკვეული დათმობების ხარჯზე მოგვიწევს და კიდევ რა შეიძლება მაშინ დავთმოთ? იცით რაშია საქმე? საერთოდ პოლიტიკა არის დათმობების ხელოვნება და ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უნდა ეცადო რომ დათმო ნაკლები და დაათმობინო მეორე მხარეს უფრო მეტი. პოლიტიკა დათმობების გარეშე არ არსებობს. დათმობის გარეშე რაიმეს მიღება შეგიძლია მხოლოდ და მხოლოდ ომით, რისი თავიც და არც სურვილით საქართველოს ნამდვილად არ აქვს. ეხლა რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ტონის შერბილებას. ჩვენ რა გვეგონა ეხლა, რომ რუსეთს მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის პატივცემულო საზოგადოებაო დედას აღარ შევაგინებდით და ამიტომ ამით ბედნიერი და გახარებული რუსეთი ეხლა აფხაზეთს და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებდა. რას ნიშნავს ჯერ ერთი ტონის შერბილება? უბრალოდ არ არის ის ისტერია და ისტერიკა, რაც იყო სააკაშვილის დროს, თორემ რეალურად შინაარსი აბსოლუტურად იგივეა. ჩვენ ისე ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, რაც რუსეთისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი და საქართველოსთვის არის არარეალისტური და ასევე მიუღებელი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე.
არა, იმიტომ კი არ უნდა ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე. არა, ევროატლანტიკური ჯერ ერთი სხვადასხვა რამეა, ევროპა სხვა რამეა და ევროატლანტიკური, ესე ვთქვათ, ნატოსთან ინტეგრაცია სხვა. ამიტომ კი არ უნდა ვთქვათ ვარი, რომ რუსეთს არ უნდა. იმიტომ უნდა ვთქვათ ვარი, რომ ეს საქართველოს აღარ აწყობს ჯერ ერთი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს საქართველოს ორ ნაწილად გაყოფას. აფხაზეთი სამაჩაბლო და მეორე ნაწილი ნატოს წევრის დანარჩენი საქართველო, რაც კატეგორიულად მიუღებელია და იმიტომ უნდა ვთქვათ ვარი, რომ ვარის თქმაც არ გვინდა, არც არავინ არ გვიღებს ამ ნატოში და არც არავინ არ მიგვიღებს რუსეთის უზარმაზარი ბაზებით საქართველოს ტერიტორიაზე და თქვენც ალბათ ნახეთ, მე ნამდვილად ვნახე და ლამის გული გამისკდა, როდესაც უყურებდი ამ გადაცემას, რუსთავი 2-ის გადაცემა, რომ ყველა სოფელში ლამის ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ბაზაა განლაგებული და დღეს რუსეთს აქვს უფრო ძლიერი ბაზა და უფრო ძლიერი ბაზები საქართველოში და უფრო მრავალრიცხოვანი, ვიდრე ეს იყო საბჭოთა კავშირის პერიოდის დროს და ეს მოხდა სხვათა შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, 2008 წლის შემდეგ და 5 წელია ეს ხელისუფლება თვალდახუჭული უყურებს იმას, ანუ დახუჭული თვალებით ხვდება იმას, რაც ხდებოდა და შენდებოდა სამხრეთ ოსეთში. როგორ შეიძლება ხელისუფლებას ეს არ ცოდნოდა? აქედან გამომდინარე და საერთოდ არსებული სოფლიო პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, კიდევ ვიმეორებ, კონფლიქტების და პრობლემების მოგვარების ორი გზა არსებობს. ეხლა ამას რომ ვამტკიცებ, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტისათვის, ეს არის 2x2 4. არის ორი გზა. ერთი გზა არის ომი, კიდევ ვიმეორებ, ჩვენთვის მიუღებელი და შეუძლებელი. მეორე გზა არის მოლაპარაკებები. აი მე სწორედ დღეს შემახსენეს სოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსის და საფრანგეთის ძალიან ღირსეული შვილის რიშელიეს გამონათქვამი, რომელმაც ანდერძი დაუტოვა მომავალ თაობებს და მომავალ პოლიტიკოსებს, რამდენიმე პუნქტიანი ანდერძია და ერთ-ერთი პუნქტი არის ესეთი. არასოდეს არ თქვათ ვარი არც ერთ შემთხვევაში მოწინააღმდეგესთან საუბრზე. არასოდეს არ თქვათ ვარი ამ საუბარზე. არასოდეს არ თქვათ მოწინააღმდეგესთან საუბარზე და მოლაპარაკებაზე ვარი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დიალოგი გეჩვენებათ ფუჭად და აბსოლუტურად უიმედოდ. არ თქვათ ვარი დიალოგზე, ვინაიდან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მე მესმის ახლა რომ ქართულ პოლიტიკოსებს როგორ დავარწმუნოთ მოგვიწევს სხვა საკითხებს და უარის მოგვიწევს ამ დავასრულებ მე მესმის რომ ქართულ პოლიტიკოსებს ვერ გავაგებინე ეს და შეიძლება ბურჯანაძის სიტყვა მათთვის ისე ვთქვათ მიუღებელი იყოს, მაგრამ წესით რიშელიეს დანატოვარი ანდერძი უნდა გაიაზრონ მაინც და მიხვდნენ რომ ალტერნატივა დიალოგს არ აქვს. ვისაც არ აქვს ისტორია წაკითხული და რიშელია არ იცის ვინ არის, იმედი მაქვს რომ დილმა სამი მუშკეტერი მაინც ექნება წაკითხული. თუ წაკითხული არა გაქვთ დილმა სამი მუშკეტერი, ფილმი მაინც გექნებათ ნანახი. თუ ფილმიც არა გაქვთ ნანახი, მულტფილმი. თუ მულტფილმიც არა გაქვთ ნანახი და რიშელია არ იცით ვინ არის. მაშინ პოლიტიკას დიალოგზე გავაგრძელოთ. გვაცალეთ ვინც ვიცით ვინ არის და ვის უნდა დაუჯეროთ ხო? საღამშვიდობის გისმენთ. ალო, გამარჯობა. მოგესალმებით. მაინტერესებს ისეთ ასეთი სიტუაცია იყო გენაცვალე და დღესაც ხო ხედავ მიტინგებითა და აქციებით არაფერი არ გამოვა რუსეთთან აუცილებელი მოლაპარაკება საჭირო და ქალბატონო ნინო თქვენ მინდა პირადად მოგმართოთ თქვენ ერთადერთი დიდი პოლიტიკოსი ხართ მართალია მაგრამ ერთადერთი დიდი შეცდომა დაუშვით თქვენ ის რომ პუტინს რომ შევდით უნდა გეთქვათ პუტინისთვის რომ ჩვენ სახელმწიფო არ აგვაქვს ჩვენ ხელისუფლება არ ყოლია გენაცვალე და ეს რომსაც აიძულებდა თავიდან გენაცვალე და ტერიტორიების აღიარებაც არ იქნებოდა. ჩვენ საერთოდ აი დავფიქრდეთ, ჩვენ სახელმწიფო გქონია საერთოდ 99 წლის მერე. ღორები მოდიან, ყოველთვის ღორები მოდიოდნენ, ეს დღებიან ესენი ღორები. გასაგებია, კონკრეტული შეკითხვა თუ გაქვთ, დასვით თუ არა დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა. ეხლა რაც თქვენ ბრძანეთ დათმობებთან დაკავშირებით ამ მოლაპარაკებებზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე და დამოკიდებული არის რამდენად ძლიერი იქნება ის ძალა, რომელიც მოლაპარაკებთ, რამდენად გონიერი იქნება ძალა. ეხლა მე იარაღის სიძლიერეს არ გულისხმობ, რამდენად გონიერი იქნება ძალა, რომელიც მოლაპარაკება რუსეთს. რუსეთს აქვს
ინტერესი უდაოდ კავკასიაში და საქართველოში და არსებობს ის საკითხები, სადაც ჩვენი ინტერესები შეიძლება გადაიკვეთოს, სადაც შეიძლება საქართველო ძალიან ესე ვთქვათ, სასარგებლო აღმოჩნდეს რუსეთის კანონიერი ამას ხას უსვამ ინტერესების განსახორციელებლად და ეს ჩვენ ნამდვილად უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ჩვენ ხელისუფლება არ აქვს თამარ, ეხლა ჩვენ ხედავთ რომ მართლა ეხლა ადამიანები მივიდნენ საზღვართან, ძალიან ეგრეთ წოდებულ საზღვართან, ძალიან მნიშვნელოვანია რომ პროვოკაცია თავიდან იქნეს აცილებული, მაგრამ ის რომ ადამიანებმა პროტესტი გამოხატეს, რაც არ უნდა ესე ვთქვათ პოლიტიკური ან პარტიული კონტექსტი კონდეს ამას თუ აქვს ამას არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ეხლა ის რაც ხდება საზღვართან აწუხებს ნებისმიერ ქართველს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება ამ ბატონმა ეს სწორი თქვა, არც იქ ხაზზე მისვლით არ შეიძლება და ვერ მოგვარდება, ეს უბრალოდ ემოციური პროტესტია, რაც სულაც არ არის დასაგმობი და გასაკვირი პირიქით. ეს შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების აქტიურობით, ხელისუფლების კომპეტენტური დიალოგით რუსეთთან და კი ბატონო, ეხა იძახიან რომ იცით რა, აი ჩვენ დავიხმაროთ დასავლეთი, დაიხმარეთ, ვინ გიშლით? არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ველაპარაკოთ პირდაპირ ხაზით რუსეთს. ქაბატონინო, რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლოა ეს დიალოგი და მოლაპარაკებები სწორედ საქართველოს სასარგებლოდ შემოტრიალდეს? რუსეთთან ურთიერთობის რა ეტაპზე გამოჩნდა ასეთი მზაობა მათი მხრიდან? იცით რა, არც უნდა ველოდოთ ჩვენ რომ ეს მხოლოდ საქართველოს სასარგებლოდ შემოტრიალდება, იმიტომ რომ ეს საერთოდ მოლაპარაკებების პროცესში არ ხდება, რომ რაიმე მოლაპარაკება მთავრდება რომელიმე ერთი მხარის სასარგებლოდ მხოლოდ და მეორე მხარის საზიანოდ. მით უმეტეს, როცა ლაპარაკია საქართველოზე და რუსეთზე. ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენ ამ მოლაპარაკებაში მხოლოდ გამარჯვებულები ჩვენ გამოვალთ და მხოლოდ ჩვენთვის სასარგებლო იქნება ყველაფერი. მე ამიტომ ვამბობ მოლაპარაკებას, რომ ჩვენ უნდა შევთავაზოთ უსაფრთხოება რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე, რომ რუსეთი იყოს დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოდან მას საფრთხე არ ემუქრება და რაც დრო გადის თამარ, ეს ლაპარაკიც, რასაც მე ხა ვლაპარაკობ, ესეც აზრს კარგავს. და დიალოგი მართლა უაზრო გახდება, იმიტომ რომ აღარაფერი აღარ დაჭირდება ჩვენგან რუსეთს. ეხლა მე რაც ვნახე ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, სამაჩაბლოში, რაც მე ვნახე არა ცხინვალის რეგიონში, რა ბაზებია აშენებული, ძალიან ცოტა დაგვრჩა ჩვენ სალაპარაკო რუსებთან, იმიტომ რომ სანამ ჩვენ თავი მოგვაქვს ვითომ და მომავალი ნატოს წევრობით, სანამ ჩვენ ვლაპარაკობთ გაბრაზებული, ასე ვთქვათ, ტონით, რომ ჩვენ რუსებს არ დაველაპარაკებით და გაბუტული ტონით და გაბუტვა პოლიტიკაში არის ყველაზე დიდი სიბრიყვე და სიბეცე. ამასობაში აგერ ცხვრწინ აგვიშენეს უზარმაზარი საბაზო კომპლექსი და ძალიან კარგად შეუძლიათ მათ უკვე თავიანთი უსაფრთხოება უზრუნველყონ იქედან და ღმერთმა არქნას, მაგრამ თუ ერთხელ ცუთხასიათზე დადგნენ და დაჭირდათ, გაცილებით უფრო ღრმად შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიას და აღარ მინდა ეხა ვილაპარაკო, რა შეიძლება გადაკეტონ, რა გადმოკეტონ და რა მდგომარეობაში აღმოჩნდეს ქვეყანა. არც მინდა რომ ეს ხმამაღლა გავახმოვანო. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ 2008 წლამდე მოლაპარაკების სრულიად სხვა მექანიზმები არსებობდა და ჩვენ ძალიან ბევრი რა მქონდა რითიც შეგვეძლო რუსეთი დაგვეინტერესებია და ჩვენ ნაკლები დაგვეთმოდა მეტი მიგვეყო. რაც მეტი დრო გადის, დასათმობიც კი აღარაფერი აღარ გრჩება და პრაქტიკულად მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან ცარიელი ხელებით მისვლა და როცა მოლაპარაკების მაგიდასთან ცარიელი ხელებით მიხვალ და აღარაფერი აღარა გაქვს უკვე დასათმობი, მე იქეთ დაგათმობინებენ. აი ეს არის პრობლემა, მე ამის საშიშროებას ვხედავ და არ განმეორდეს ის თამარ, რაც მოხდა დსთ-ში შესვლის დროს, როდესაც გვეხვეწებოდნენ სანამ სოხუმი დაეცემოდა, რომ სიმბოლურად შემოდით დსთ-შიო, არც ოდკბ-ში შესვლას გთხოვდნენ, არც სამოკავშირო ხელშეკრულებას, უბრალოდ დსთ-ში შემოდითო. დაეცა სოხუმი, გაუბედურდით, დაგვექცა ქვეყანა თავზე, დაგვეღუპა ჩვენს და აფხაზებსაც უამრავი ადამიანი, მაინც შევედით იმ დსთ-ში და შევარდნაძემ თქვა, რომ დაჩოქილი შევედიო. სანამ დაგვაჩოქებენ, დალოცვილებო, სანამ დგევართ მეტნაკლებად ფეხზე, სანამ გვაქვს სალაპარაკო და რაღაცა შესათავაზებელი, მანამ დაველაპარაკოთ. უკვე ძალიან დაგვიანდა. ხვალდაზე კიდე უფრო გვიანი. გასაგებია, პატრიოტთა ალიანსმა გადაწყვიტა, რომ თავის თავზე აიღო და დამჯდარიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან.
რუსეთის დუმის წარმომადგენლებთან, თქვენ როგორ შეაფასებთ მათ ვიზიტს? ხელისუფლება პრაქტიკულად გაემიჯნა და თქვა, რომ ეს არანაირად არ იყო მათთან შეთანხმებული და ეს იყო მხოლოდ პარტიის გადაწყვეტილება. თავად პარტიის წევრები ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ მოსკოვიდან და განაცხადეს, რომ ახალი ეტაპი დაიწყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მომგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი ტიპის შეხვედრები, როდესაც თქვა ხელისუფლება ამბობს, რომ ის ემიჯნება თქვა ასეთი შეხვედრებს. მე მივესალმები ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ან ნებისმიერი ადამიანის ვიზიტს მოსკოვში, რომელიც მიმართული იქნება იმისათვის, რომ იმისაკენ რომ დიალოგი აღდგეს და დაალაგდეს რუსულ-ქართული ურთიერთობები. ეს კარგი ნაბიჯია გადადგმული, მაგრამ ეს არ არის აბსოლუტურად საკმარისი ხა ღმერთმა ქნას, რომ ეს მხოლოდ ვიზიტისთვის ალბათ არ არის მნიშვნელოვანი. თავარია როგორ დაისვა აქცენტები ხო ჩვენთვის? რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ პატრიოტთა ალიანსმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთში დააყენა საკითხი, რომ უნდა შეიქმნას ესეთი სამკუთხედი მოლაპარაკების რუსეთი, ნატო და საქართველო. ეს ჩემის აზრით შეცდომა იყო, მაგრამ მე არ ვიცი რა მოყვა და რა რეაქცია ამას შეიძლება რამე ესე ვთქვათ ისეთი პოზიტივი იყო, რაც მე არ ვიცი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე პოზიტიურად ვაფასებ ამ ცდელობას რუსეთთან დალაპარაკების, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ვერ იქნება ვერც გარღვევა, ვერც შემოbrunება ურთიერთობების, იმიტომ რომ ხელისუფლება როცა აი ესე ისტერიულად ემიჯნება დაწყებული იქედან რომ არა ჩვენ არ მიგვიცია წასასვლელი ფული და არა ჩვენთან შეთანხმებული არ ეს არის რაღაცა კომპლექსი სამარცხვინო სასაცილო კომპლექსი ხელისუფლებას უნდა დაეძახა პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებისთვის და ეკითხა რომ აბა გითხარით რა არის საინტერესო რა შეიძლება ჭკვიანი ხელისუფლება თამარ იყენებს ოპოზიციურ ძალასაც ქვეყნის სასარგებლოდ ამ შემთხვევაში კარგ გამოყენებას ვამბობ მე სატელიტობას არ გულისხმობ ბუნებრივია ვლაპარაკობ იმას თუ ოპოზიციურ ძალას ოპოზიციურ პოლიტიკოს ან უბრალოდ დამოუკიდებელ ადამიანს შეუძლია რაღაცა პოზიტივი შემოტანა ასეთ უმძიმე საკითხში როგორიც არის რუსულ-ქართული ურთიერთობა, მაგრამ მე მახსოვს ძალიან კარგად, როდესაც მე შარშან ჩამოვედი ბატონ არიშკინს შევხვდი, მაშინ დუმის თავმჯდომარეს და ასე ვთქვათ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და სხვებს, როცა ჩამოვედი და როდესაც მე ოფიციალურად შევატყობინე მაშინდელ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მე მაქვს ჩამოტანილი ძალიან სერიოზული წინადადებები სწორედ ხელისუფლებისთვის გადმოსაცემად და მინდა რომ შეგხვდეთ და კამერების გარეშე გესაუბროთ მეთქი არც კი დაინტერესებულა ხელისუფლება იმის შიშით რომ ამერიკის ელჩი არ გაბრაზებოდათ ან რომელიმე საელჩო არც კი დაინტერესებულა რომ ეგებ რა წინადადებები ჩამოვიტანე შეხვედრა და კითხვა რა წინადადებებია ჩამოტანილი ხომ არ ავალდებულებდა მათ რომ აუცილებლად მიეღოთ ეს წინადადება არც კი დაინტერესებულან იმიტომ რომ ამ ხელისუფლების ამოცანა არ არის არც ნუხა თუ დაბრუნდება რატომ არა მაგრამ მათი მთავარი ამოცანა არის სკამების შენარჩუნება და ეს გამოჩნდა კონსტიტუციური რეფორმით საარჩევნო რეფორმით და ასე შემდეგ მათი მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ფულის დაგროვება სანამ ხელისუფლებაში არიან მათი მთავარი ამოცანა თავიანთი მომავლის უზრუნველყოფა და არა ქვეყნის გამთლიანება გასაგებია სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უნდა გადავიდეთ არც ისე დიდი დრო გრჩება კიდევ რამდენიმე საკითხზე მინდა რომ ვისაუბროთ საინტერესოა იყენებს თუ არა ამ შემთხვევაში ხელისუფლება ოპოზიციას ძალიან დიდი ხანია ურთიერთბრალდებები ისმის ორივე მხრიდან რომ თითქოს ორივე მათგანი მზად არის რომ მიუსხენ მოლაპარაკებების მაგიდას და კიდევ ერთხელ დამატებითი კონსულტაციები შედგეს სწორედ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით თუმცა ოპოზიცია თავის მხრივ ამბობს რომ ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს და კონკრეტულ წინადადებებს და ხელისუფლებას ამბობს რომ ჩემი კარი ღიაა ოღონდ ეხლა მე ჯამში არ შედგა ეს მოლაპარაკებები ამ წუთამდე და ხომ არ როგორ შეაფასებს სწორედ ამ ვითარებას ხომ არ ნიშნავს ეს რომ ორივე მხარეს აწყობს შექმნილი ვითარება პოლიტიკური გულების ჩვენ ნამდვილად არ გვაწყობს მე უბრალოდ ეხლა გამეცინა გამახსენდა როცა თქვენ თქვით რომ ხელისუფლება ასე ამბობს ოპოზიცია ასე ამბობს გამახსენდა თქვენ ეხლა ბატონ ლავროვზე თქვით რომ ან ლავროვმა ესე თქვაო რომ ეს საკითხები არ განიხილებაო და ჩვენი ხელისუფლებაც ესე გველაპარაკება ოპოზიციას მათაც გვითხრას რომ კონსტიტუცია ორი მოსმენით უკვე მიღებულია და არაფერის არ განიხილებაო არაფერი არავითარი ცვლილება კონსტიტუციაში არ შედის ასე რომ თქვენ რაზეც გინდათ ილაპარაკეთ და გითხარით რა გჭირდებათო მაგრამ ამის მიუხედავად ისევე როგორც რუსეთთან
მე მიმაჩნია რომ მოლაპარაკებას მაინც აქვს ხელისუფლებასთან აზრი, ყოველ შემთხვევაში უფრო აზრი კი არა, ყოველ შემთხვევაში საჭიროა მოლაპარაკება. ჩვენ გვაქვს ძალიან ესე ვთქვათ ნათელი პოზიცია. პირველად საქართველოს ისტორიაში სრულიად ოპოზიციური სპექტრი დგას ერთ პოზიციაზე, პოლიტიკური ხედვის, სიყვარულის, იძულვილის და ესე ვთქვათ სიმპათიების მიუხედავად, სრულიად ოპოზიცია დგას ერთ პოზიციაზე და ერთადერთი ხელისუფლება, აი სატელიტი პარტიებიც კი ვერ დაიყენა გვერდით, აი ერთადერთი ხელისუფლება დგას ცალკე. ხელისუფლებამ არ შეასრულა არც ერთი დანაპირები, ეხა ადამიანებმა იციან, მაცივრები როცა არიელი აქვს, ზუსტად იციან, რომ არც ერთი დანაპირები არ შეუსრულა ხელისუფლებამ. მათ შორის არც პოლიტიკური დანაპირებები არ შეასრულა, არც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით, არც არჩევნო სიების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. და ყველაფერს აკეთებს, ეხა დეტალების დრო არც არის და არც აინტერესებს ჩვენ მსმენელს იმისათვის, რომ არჩევნებმა უბრალოდ აზრი დაკარგოს. ეხლა, როდესაც ხელისუფლება ისეთ ცვლილებას გეგმავს, რომ სახელისუფლებო წარმომადგენელს კომისიაში შეუძლია ნებისმიერი პარტიის წევრი ან ყველა სხვა პარტიის წევრი გააგდოს კომისიის, ასე ვთქვათ, ოთახიდან ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე და მეორე დღემდე შეუძლია გადაწეროს ოქმიდან ნებისმიერი ციფრები დასვას, იმიტომ არის, რომ დღეს კალაძეს მერად აცხადებენ უკვე. იმიტომ რომ ხელისუფლება მიცის, რომ მას ყველა ბერკეტები ექნება, თუ ეს ცვლილებები მიიღო, იმისათვის, რომ არჩევნები კი არ ჩაატაროს, არჩევნები დაწეროს. მაგრამ თამარ აქ არის ერთი პრობლემა, იცით? როდესაც ხელისუფლება ართმევს მოსახლეობას არჩევანის შესაძლებლობას. როცა ხელისუფლება ართმევს პოლიტიკურ სპექტრს იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება, დღეს არა ხვალ არა ზეგ. ეს აუცილებლად მიგვიყვანს რევოლუციამდე და ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისათვის, მაგრამ ეს ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს. ეს სრულიად ნათლად ჩანს და ძალიან ცუდად შევლენ ისტორიაში. შევლენ ისტორიაში როგორც სიტყვის გამტეხი, როგორც მატყუარები, როგორც ხელისუფლება, რომელიც თვალს ხუჭავდა, ასე ვთქვათ, მცოცავ ოკუპაციაზე და იძახდა, რომ სტრატეგიული მოთმინებაა მისი მთავარი ამოცანა. ხელისუფლება, რომელმაც ვერც ერთი საკითხი ვერ გადაწყვიტა და ერთადერთი რითიც ნაციონალურ მოძრაობას ჯობია, რომ ჯერჯერობით არ არიან ისეთი სადისტები, როგორებიც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე წარმომადგენლები. ხა მე ყველაზე არ ვლაპარაკ. გასაგებია, ქაბატონინო, არის საპარლამენტო ოპოზიცია თავის მხრივ განაგრძობს მუშაობას სწორედ საკონსტიტუციო პროექტზე. თუ მაინც მოხდა ისე, რომ გამოიწვიეს უკან ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რა იქნება ეს საკითხები, რაზეც შეიძლება კომპრომისზე წავიდეს ოპოზიცია და რას არ დათმობ და რა არის თქვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი? ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია და აბსოლუტურად არა იმიტომ, რომ მე ვიყრიდი ან ვაპირებ ვიყარო კენჭი პრეზიდენტად, საპრეზიდენტო ინსტიტუტი. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნისათვის 2004-ში თუ არ ვცდები საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას თქვენ გააპროტესტეს სწორედ პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდა, უბრალოდ შემცირება პრეზიდენტის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაბალანსებული უნდა იყოს ეს, უნდა იყოს ბალანსი პრეზიდენტის ინსტიტუტს, პარლამენტსა და მთავრობას შორის. არც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს გადაჭარბებული უფლებები, რომელიც შეიძლება დიქტატურაში გადაიზარდოს, არც პრემიერს არ უნდა ჰქონდეს ისეთი უფლებები, რომელიც მას ავტორიტარიზმის უფლებას მიცემს და არც პარლამენტს იმის უფლება, რომ პარლამენტის რაღაცა რაოდენობა აირჩიოს პრეზიდენტი. ხელისუფლების არგუმენტი ის არის, რომ გადავდივართ საპარლამენტო მმართველობაზე შესაბამისად. გადადიან. თქვენ კითხეს, რომ საპარლამენტო მოდელზე გადადიან? მოსახლეობას კითხეს, რომ საპარლამენტო მოდელზე გადადიან? არა, არანაირი განხილვა არ მოგეწონათ ეს უკაცრავად. ჯერეთ ეს განხილვა არ იყო ეფექტიანი და რომ სასაცილო და სამარცხვინო იყო ეს ერთი საკითხია, მაგრამ განხილვაზე კი არ არის ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი, რომ ბოლო-ბოლო ჩატარებული იყო საყოველთაო მართლა გამოკითხვა, ან პლებისციტი, ან რაღაცა ფორმით რეფერენდუმი და ეკითხათ ხალხისთვის, ხალხს უნდა თუ არა გადასვლა საპრეზიდენტო ინსტიტუტიდან საპარლამენტო ინსტიტუტზე. სხვათა შორის იმ განხილვებზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ხშირ შემთხვევაში ოცნების მიერ მიყვანილი აქტივისტების უმრავლესობაც კი ამბობდა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს საყოველთაოდ არჩეულიო. არ არის ის ქვეყანა საქართველო, სადაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დანიშნულმა 300-მა კაცმა დაგვინიშნოს პრეზიდენტი. ჩვენ ერთხელ მივეცით ივანიშვილს იმის შესაძლებლობა, რომ დაგვისვა კანდიდატურა, არ ვიცოდით ვინ იყო, მე ვიცოდი, მაგრამ დანარჩენმა საქართველომ და თვალდახუჭული მისცა ხმა. ამან მისცა საშუალება და ამან გაათავხედა ქართული ოცნება და გადაწყვიტა, რომ ეხლა თავისმა დანიშნულმა ხალხმა უნდა
დაგვიჯინოს კიდევ ეს გასაგები, ანუ ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი და მაჟორიტარული სისტემა, რომელსაც და არა საარჩევნო კოლეგიამ, კი ბატონო. დიახ, მაჟორიტარული სისტემა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მუდმივად პარლამენტში ჰქონდეს უმრავლესობა, მუდმივად ყავდეს მორჩილი დეპუტატები, რომლებიც ესე ვთქვათ, ბიზნესებით დაბმული ეყოლება და მუდმივად ჰქონდეს ესე ვთქვათ, იმის შანსი, რომ ყოველთვის გააყალბოს არჩევნები და ყოველთვის ხალხის განწყობის და მიუხედავად მიიღოს უმრავლესობა პარლამენტში. ძალიან ბევრი სხვა საკითხი, გნებავთ ეს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხი, გნებავთ ეს პროკურატურასთან დაკავშირებული საკითხი, გნებავთ ეს სხვა შტოებთან დაკავშირებული საკითხი, საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებული, რაც ესე ვთქვათ, აბსოლუტურად აურდაურიეს ამ კონსტიტუციაში და გარწმუნებთ, რომ ეს კონსტიტუცია არის გაცილებით უარესი და ეს კონსტიტუცია ვერ იმუშავებს, ვიდრე იყო დავუშვათ წინა არც თუ კარგი კონსტიტუციები, რომელიც იყო თავის დროზე მიღებული. არც ერთი საკითხი არ არის ქალბატონი, რაზეც შეიძლება არა, როგორ არა, არის საკითხები რა ოპოზიცია. არა, არის რა თქმა უნდა საკითხები, რომელზეც ახლა მე წეხანაც ვამბობდი ხო, თუმცა ესენი პრინციპულად მნიშვნელოვანია, კონტექსტში, რომ ორივე მხარემ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადმოდგას, მაგრამ არის საკითხები, თქვათ, იგივე საარჩევნო სისტემაში ოპოზიციისათვის არის უმნიშვნელოვანესი ეს საარჩევნო სისტემის საკითხი, რამზეც ამდენი ხანია ვლაპარაკობთ, რომ ესე ვთქვათ, იყოს პროპორციული სისტემა და ეს ესე ვთქვათ, მცდელობა, რომ ოპოზიციას გადმოუგდეს ერთჯერადად 3%-იანი ბარიერი, ეს ძალიან სამარცხვინო და სასაცილოა და მე მიხარია, რომ მართლა პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში არც ერთი ოპოზიციური პარტია ამ გადმოგდებულ 3%-იან ბარიერზე არ დათანხმდა და ის ერთობა, რაც არის დაკავშირებული საარჩევნო ესე ვთქვათ, გარემოს ისეთ შექმნასთან, რომ არჩევნებს მართლა აზრი ქონდეს და ადამიანებმა იცოდნენ, რომ შეძლებენ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას, აი ამის პრინციპული დაცვა ხდება ჯერჯერობით. ქალბატონინო, სავარაუდოდ ვერ შედგება კონსენსუსი, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ვამბობ ამას. სავარაუდოდ მივიღებთ ქვეყნის უზენაეს კანონს, ისეც, რომელიც მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდისთვის იქნება მისაღები. ან ვერ მივიღებთ. ან ვერ მივიღებთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენათა განვითარება ქვეყანაში? ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ თუ არ შესაძლებელია, რომ პროცესები ქუჩაში გადავიდეს. აუცილებლად გადავა. სამწუხაროდ ვამბობ ამას, იმიტომ რომ ნამდვილად ამის არანაირი სურვილი არ მაქვს, არასოდეს არ მქონია სურვილი, რომ პროცესები ქუჩით განვითარებულიყო და რევოლუციურად განვითარებულიყო, მაგრამ ეს ყოველთვის ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლებას არ ყოფნის გონიერება, რომ აქამდე საქმე არ მიიყვანოს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც შენ, როგორც ხელისუფალი, მე, როგორც მოქალაქეს, ან როგორც პოლიტიკოს, მართმევ იმის უფლებას, რომ საარჩევნო ყუთთან მისვლით და ბიულეტენის ჩაგდებით. ან შეგცვალო, ან დაგტოვო. ობიექტური არჩევნებიდან გამომდინარე, აქე მე აუცილებლად თუ ამ უფლებას მართმევ, რა თქმა უნდა, გადავინაცვლებ ქუჩაში. ეს ჩვეულებრივი წესი აქ ბურჯანაძე იქნება თუ არ იქნება ამ პროცესში, ვთქვათ და ფიზიკურად იქნება თუ არა. ხო, ამას არ აქვს ნიშნულობა, ეს ისტორიის ლოგიკაა. ეს ესე მოხდებოდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ამისკენ მიყავს რეალურად დღეს დარჩა რაიმე ბერკეტი და შესაძლებლობა იმის, რომ სწორედ ასე არ განვითარდეს პოლიტიკური პროცესები. კი, რა თქმა უნდა, გამოფხიზლდეს ხელისუფლება, ესე ვთქვათ, მოვიდეს მოლოდინი. არა, სამწუხაროდ არა, იმიტომ რომ იცით რა, აბსოლუტურად ესენი არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ნული პოლიტიკური გამოცდილება, ნული პოლიტიკური ალღო, უზარმაზარი ამბიცია და მე არ ვიცი ხა სამწუხაროდ მეორე არხი აღარ იქნება, თორემ შეიძლება და ერთი ექსპერიმენტი ჩაგვეტარებია, გაგვეყო ესე სატელევიზიო ეკრანი, გვეჩვენებია ახალგაზრდა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერები თავის დროს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში ცალმხარეს და მეორე მხარეს ეკრანისა გვეჩვენებია ახალგაზრდა ლიდერები ქართული ოცნების, მათი ტონალობა, სახის გამომეტყველება, ესეთი კმაყოფილი, თვითდაჯერებული მაპატიეთ, მაგრამ ძალიან ხშირად თვითდაჯერებული ბრიყვების შთაბეჭდილებას ტოვებენ, იმიტომ რომ არ იციან რაზე ლაპარაკობენ, აბსოლუტურად ჩანს, რომ ყოველგვარი გამოცდილების გარეშე, ასე ვთქვათ, მოქმედებენ და გარდა ამისა არიან დარწმუნებული, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილს მისი 5 მილიარდი ექნება, მუდმივად იქნება. რომელი პერიოდის ლიდერებზე საუბრობთ ნაციონალური მოძრაობის, იმიტომ რომ დასაწყისში თქვენც მათთან ერთად იყავით. კი, მე ეს ნამდვილად არ მეხება, იმიტომ რომ ესე თვითკმაყოფილი სახით და დარწმუნებული არასოდეს არ ვსაუბრობდი, მაგრამ მე ვთქვი, ახალგაზრდა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერები ხა. გვარების დასახელებას აზრი არ აქვს და მაშინაც ხოთიშორის ნამდვილად უკმაყოფილო ვიყავი იმით, რომ ნაციონალური მოძრაობის ეს ლიდერები იყვნენ პარლამენტში და
ჩემი უკმაყოფილების საფუძველი სწორედ იყო ის, რომ ის ადამიანები იყვნენ უმრავლესობაში პარლამენტში, მაგრამ მე მაშინ სამწუხაროდ არც მაშინ არ გაიგონა ჩემი საზოგადოებამ, როდესაც მე ვამბობდი, რომ არ შეიძლება კონსტიტუციის ასე შეცვლა, არ შეიძლება პარლამენტის დასუსტება და ძალიან ბევრი მაშინ მე მიტრიალდებოდა და მეუბნებოდა, რომ აი ბურჯანაძეს თავისი ძალაუფლების დათმობა არ უნდა. როცა მე ვამბობდი, რომ ნაციონალური მოძრაობის ეს გამოუცდელი და პირტიტველა ხალხი ესე არ უნდა შემოცვიდნენ მხეცებივით პარლამენტში და სხვა ხალხი უნდა იყოს სიაში მეთქი. მაშინ იძახდნენ, რომ ბურჯანაძეს თავისი ხალხის ჩასმა უნდა და სიაში. ხა ბურჯანაძე უკეთეს ჩასვამდა სიაში თუ მიხეილ სააკაშვილი. გასაგები ხაბატონინა. ამიტომ ეს იცით რა, იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ამას ახლა აღარაფერი აღარ ეშველება, მაგრამ გაიხსენოს იქნებ საზოგადოებამ, რამდენჯერ რას ვამბობდი, როცა არ შეისმინეს, არ გაიგონეს, არც საზოგადოებამ, არც პოლიტიკურმა სპექტრმა, მათ შორის არც შევარდნაძემ, არც სააკაშვილმა, დღეს არც ბიძინა ივანიშვილმა და რა მივიღეთ შემდეგ რა პროგნოზები, რომელიც ერთ-ერთში ემთხვევა იმას, რასაც მე პროგნოზირებდი. გასაგები, როგორია თქვენი პროგნოზები თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რა შანსი აქვს დემოკრატიულ მოძრაობას, როგორ ემზადებით? დაიწყეთ თუ არა შეხვედრები მოსახლეობასთან და ალბათ ყველაზე საყურადღებო რეგიონებში შექმნილი ვითარება. დემოკრატიული მოძრაობა, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად ემზადება არჩევნებისათვის. ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციები ძალიან სერიოზულად მუშაობენ ამ მიმართულებით. ახლა შანსები არის რაზე დამოკიდებული? არჩევნები ჩატარდება თუ დაიწერება ბიძინა ივანიშვილის სასახლეში. თუ არჩევნები დაიწერება, მაშინ არავის არანაირი შანსი არ აქვს ხელისუფლების და ხელისუფლებასთან შეკრული ნაციონალური მოძრაობის გარდა უკაცრავად ისეთ თემებზე გიწევს ლაპარაკი ადამიანს, რომ ნამდვილად ძნელია რომ ესე ვთქვათ. ყელში გაჩხერის გარეშე ილაპარაკო. იმიტომ ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად ყოველას ყელში ყავს მე მგონი საქართველოში გაჩხერილი ბიძინა ივანიშვილის გარდა. და თუ არჩევნები ჩატარდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და ჩვენ ყოველთვის ყავდა ჩვენი 12-15% მხარდამჭერი, უბრალოდ ყოველთვის არჩევნებს გვიყალბებდნენ, რამაც ესე ვთქვათ, პიკზე მიაღწია საპარლამენტო არჩევნების დროს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმ საარჩევნო კანონის გათვალისწინებით, რაც არის, იმ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, რაც არის, იმ ფინანსების გათვალისწინებით, რაც არის ხელისუფლებაში, სწორედ მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე უკეთესი ვარიანტი ამ ვითარებაში იქნებოდა, რომ ოპოზიცია შეთანხმებულიყო. ოპოზიციაზე როცა ვლაპარაკობ, ცხადია ნაციონალური მოძრაობის არც ერთას არ გულისხმობ. ოპოზიცია შეთანხმებულიყო ერთიან ოპოზიციურ კანდიდატთან დაკავშირებით. მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ პარტიას იცით, რომ ყავს ძალიან ღირსეული კანდიდატურა, ერთ-ერთი ყველაზე ესე ვთქვათ აქტუალურად ვინც იხილება და ყველაზე რეალისტური ვინც არის, ნამდვილად არის ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, მაგრამ სწორედ დიმიტრისთან, ჩემს დანარჩენ მეგობრებთან და თანამებრძოლებთან საუბრის შედეგად ჩვენ პარტიის შიგნით მივედით იმ დასკვნამდე, რომ რა თქმა უნდა გაგვეხარდება თუ ოპოზიცია შეჯერდება დაუშვათ ჩვენი წარმომადგენლის კანდიდატურასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ეს დისკომფორტ შეუქმნის ოპოზიციას, ჩვენთვის არ არის ეს პრობლემა და არ არის თვითმიზანი ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მერობა. ჩვენ მზადა ვართ, რომ ჩვენი პარტიული ინტერესები გადავწიოთ მეორე პლანზე, უბრალოდ ახლა ერთი კრიტერიუმით მაინც უნდა ჯობდეს ის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელსაც შემოგთავაზებენ. ხო, ეს ლოგიკურიც არის. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ეს იყოს სხვა პარტიის კანდიდატი, შეიძლება ეს იყოს უპარტიო კანდიდატი. ჩემთვის მთავარია, რომ მთლიანი ოპოზიციური სპექტრი, კიდევ ვიმეორებ ნაცების გარდა, მთლიანი ოპოზიციური სპექტრი შეთანხმდეს ამ კანდიდატზე. მე როდესაც გუშინ წინ ბატონი კახაკუკავა იყო თავის მეგობრებთან ერთად ჩვენთან მოლაპარაკებაზე მოსული, ის შეხვდა პატრიოტთა ალიანსს, შეხვდა ლეიბორისტებს, შეხვდა სხვა პარტიებს, მე დავუდასტურე მას ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ჩვენი მხრიდან 100%-იანი მზაობა, მე მადლობელი ვარ ბატონი კახასი, რომელმაც გაახმოვანა ეს ჩვენი 100%-იანი მზაობა ამ კომპრომისთან დაკავშირებით, ასე რომ ოპოზიციური ერთობის შედგომისათვის ჩვენ 100% თუ არ ვიმზადებ. კი ბატონო, ხაბატონინა, ჩვენ გვაქვს ახლა იმის შესაძლებლობა მოვისმინოთ, როგორი იყო თქვენი გზავნილი თვითმმართველობის წინა არჩევნებზე. ნახოთ ეს ძალიან მოკლე ვიდეო და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. დემოკრატიული მოძრაობა შეიქმნა დემოკრატიული საქართველოსათვის საბრძოლველად. ჩვენმა პარტიამ გაიარა ყველაზე მძიმე რეპრესიები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, გაუძლო ამ რეპრესიებს, არ შეერიგებია უსამართლობას და არ გარიგებია უსამართლობის ავტორებს. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიული და წარმატებული გახდეს. დემოკრატიული მოძრაობის თავისუფალი ტრიბუნა. დღეს 19 საათზე მეორე არხზე. ხაბატონიო, რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში? სამწუხაროდ იქნებათ,
იგივე თქვენი გზავნილები არა, გზავნილი იგივე რა თქმა უნდა არ იქნება, იმიტომ რომ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, არ შეცვლილა ის რომ ჩვენ არც ახლა არა ვართ მაინც კარგ მდგომარეობაში, ეხლა არ ვიტყვი რომ ტერორის ქვეშა ვართ, იმიტომ ტერორი ნამდვილად იყო წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ საკმაოდ სერიოზული წნეხის ქვეშა ვართ დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები, მათ შორის ადგილებზეც არის ძირითადად ესე ვთქვათ ჩვენს ხალხზე მზეწოლაზე მუშაობს სხვადასხვა ტიპის ამას მერე თანდათანობით მათ შორის კომისიასაც მივაწვდით, ხო? უწყებათა შორის კომისიას. ვიტყვი რომ არ შეცვლილა ის რომ ჩვენ არ გავრიგები ვართ ხელისუფლებას და უსამართლობის ავტორებს, იმიტომ რომ სამართლიანობა ამ ხელისუფლებას არ აღუდგენია, ნამდვილად არ წავსულვართ არანაირი გარიგებაზე და ჩვენი ხალხი არ მოგვიტყუებია, ვიტყვი იმას რომ არ შეცვლილა ის რომ ქვეყანა არც უფრო დემოკრატიული გამხდარა, არც უფრო წარმატებული, არც უფრო განვითარებული, არც ეკონომიკა განვითარებულა. ჩვენ გვქონდა წინა, ასე ვთქვათ, სლოგანი ჩვენი პარტიისა მოვაწესრიგოთ ქვეყანა და ესაც მოსაწესრიგებელია. არა, ეხლა ალბათ სხვა სლოგანი გვექნება სავარაუდოდ, იმიტომ როგორც წესი ერთ და იგივე სლოგანებს არ ვიმეორებთ ხოლმე არჩევნებზე, მაგრამ რეალურად ბუნებრივია, თუმცა მოწესრიგება ეხლაც მოსაწესრიგებელია ქვეყანა, იმიტომ რომ არც ერთი პრობლემა არ მოგვარებულა, არც ერთი მიმართულებით საკითხი არ გადაწყვეტილა, არც ერთი საკითხი არ მოგვარებულა და არ მოწესრიგებულა, რომელიც საზოგადოებას და ხალხს აწუხებს. და შესაბამისად, იმედგაცრუებული ამ მრჩეველი უფრო და უფრო ნაკლებად მიდის არჩევნებზე და ამის ნათელი მაგალითი იყო საპარლამენტო არჩევნები, სადაც აქტივობა ძალიან დაბალი იყო. ალბათ თქვენს უფრო დიდი ძალისხმევის გაწევა მოგიწევთ იმისათვის, რომ ამ მრჩევლის ნდობა დაიმსახუროთ და შესაბამისად შედეგიც თქვენთვის სასურველი იყოს. მე ყოველთვის მიმართავ ამ მრჩეველს და ვთხოვ, რომ მოდით არჩევნებზე, თუ არც ერთი პარტია არ მოგწონთ, ბოლო-ბოლო გადახაზეთ ყველა, რომ თქვენი ხმა ვინმე არ გამოიყენოს. არ მოსვლა არჩევნებზე იმედგაცრუება და ხელის ჩაქნევა აწყობს ხელისუფლებას, რომელიც არ მოსული ადამიანების ხმებს იყენებს. და გადახედოს იმ ადამიანებმა, ვინც არ მოვიდნენ არჩევნებზე. ზოგი არ მოვიდა იმიტომ, რომ არავის იმედი არ ქონდა, ზოგი ჩვენი მომხრეც არ მოვიდა, რომლებმაც თქვეს, რომ ნუ მაინც ვერ მოიგებს დემოკრატიული მოძრაობა და რა აზრი აქვს მისვლას. ამას ძალიან შეუწყო ხელი ბიძინა ივანიშვილის შანტაჟმა, რომელიც იძახდა, რომ დემოკრატიული მოძრაობა ბარიერს ვერ გადაალახავსო, იმიტომ რომ ესეთი ბრძანება ქონდა მიცემული თავისი თათბირის დროს ადმინისტრაციული ორგანოებისათვის, რომ ბარიერი არ გადაგველახა. ამან იმოქმედა ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენი 12% ყველა შემთხვევაში აღებული გვაქვს, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და ეს გამოჩნდა იგივე ოდირის დასკვნებშიც, როგორი დარღვევები იყო ხმების დათვლის დროს. ის ადამიანები, რომლებიც არ მოდიან დემოკრატიული მოძრაობა, მე მგონი ერთ-ერთი პარტია იყო, რომელმაც ყველაზე მეტი საჩივარი დაწერა საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ სასამართლომ არც ერთი გადაწყვეტილება თქვენს სასარგებლოდ არ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, არც ერთი 300-მდე საჩივარი იყო, როგორც მახსოვს. არც ერთი არ დააკმაყოფილა და უფრო მეტიც, მე ამის წინ ეთერში ვიყავი და ერთმა ოცნების მომხრემ დარეკა და თქვა, რომ ქალბატონო არ მოგბეზდათო სულ არჩევნების გაყალბებაზე საუბარიო არ მომბეზრდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთი უბანიც კი რომ გაეხსნა ქართულ ოცნებას. მე ეთერშიც, მათ შორის თქვენს ეთერშიც ვთქვი, რომ თუ ერთ უბანს მაინც გახსნის ქართული ოცნება და აღმოჩნდება, რომ მე მართლა 3% მაქვს აღებული და არა დაუშვათ 10 და 12, რასაც ვამბობ. მე მეთქი არა მხოლოდ გავჩუმდები, არამედ ბოდიშს მოუხდი ქართულ ოცნებას და შეიძლება პოლიტიკიდან საერთოდ წავიდე მეთქი. ძალიან მაცდური წინადადება იყო ქართული ოცნებისთვის ბურჯანაძის ესე ადვილად მოშორება. თუმცა ფიქრობთ, რომ არ გარისკა? ფაქტია, რომ არც ერთი არ გახსნა. 300-დან 300-ის, უბრალოდ მეტ უბანს ვითხოვდით, მაგრამ მინიმუმ 300-ის არჩელით იყო გამყარებული, არც ერთი უბანი არ გახსნეს. და გახსენი შედალოცულო თუ დარწმუნებული ხარ, მით უმეტეს როცა სარჩელია შემოტანილი, გახსენი და დამარწმუნე მეც და საზოგადოებასაც დაანახე, რომ აი, კაი, იტყუება არა, მაგრამ ცდება ბურჯანაძე. მაგრამ როცა არც ერთ უბანს არ გახსნი 3000-ზე მეტი უბნიდან, ესე იგი გეშინია. ესე იგი არ ახარ მართალი. ამიტომ და ამ ყველაფრის გათვალისწინებთ რა მოლოდინი გაქვთ ქალბატონი? მოსახლეობის მხოლოდ. თუ მოსახლეობა ხელს არ ჩაიქნებს, თუ მოსახლეობა კაცრად ეტყვის თავისი ხმის მიცემით ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ სხვას ვაძლევთ ხმას და არა თქვენ, იმიტომ რომ თქვენ ჩვენი იმედები გააცრუეთ, როცა მოსახლეობა ფეხზე დგება და ქუდზე ხალხი გამოდის, ვერავინ ვეღარ აყალბებს არჩევნებს. ეს თუნდაც გამოჩნდა 2012 წელს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა საარჩევნო ყუთებთან, ნაციონალურმა მოძრაობამ და სააკაშვილმაც კი ვეღარ შეძლეს და ვეღარ გაბედეს არჩევნების გაყალბება. ერთადერთი შანსი
ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ქვეყანაში იმ მთავრობის და ხელისუფლების მოყვანის, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას უნდა. ერთადერთი შანსი იმისა, რომ მთავრობა, რომელიც მართლა სწორი არჩევნებით მოვა, აღარ მოატყუებს ხალხს და ექნება იმის განცდა კი არა, რომ 30 წლით მოვიდა ხელისუფლებაში, არამედ იმის შიში, რომ თუ კარგად არ მოიქცა 4 წელიწადში გადაირჩევენ, ამის ერთადერთი გარანტია თელს მსოფლიოში, ისტორიაში არის მხოლოდ მოსახლეობის მიერ თავისი ნების გამოვლენა. ამით მიაღწია დასავლეთმა იმას, რომ მთავრობას კარგი გაგებით ეშინია საკუთარი ხალხის და იცის, რომ რამდენი მილიარდიც არ უნდა დახარჯოს. თუ 100%-ით და 80%-ით მოატყუებს საკუთარ ხალხს და არც ერთ დანაპირებს არ შეასრულებს, როგორც ერთ ქართულმა ოცნებამ გააკეთა, ის ვერ გადაირჩევა მეორედ და მოუწევს პასუხის გაცემა. აი ეს არის დემოკრატიის წამალი. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის შანსი და ამიტომ ვიბრძვით იმისათვის, რომ არჩევნებმა ქვეყანაში აზრი არ დაგარგოს. გასაგებია, დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. მემშვიდობები ჩვენ სტუმარს და უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელსაც. ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის და ყურადღებისთვის 7 წლის განმავლობაში სწორედ 7 წელია თავისუფალი ტრიბუნა გადის მეორე არხის ეთერში 2010 წლიდან მემორანდუმის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერდა 21 სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და პარტია. და შემდეგ უკვე ამ პარტიების წარმომადგენლები თავისუფალ ტრიბუნას იყენებდნენ საკუთარი გზავნილებისთვის. მათ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასებები სწორედ ჩვენი ეთერის საშუალებით გაეჟღერებინათ და საკუთარი პოზიცია გაეცნოთ მაყურებლისთვის. ჩვენ საგანგებო რეჟიმში მუშაობდით წინა საარჩევნო პერიოდებში და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ვაძლევდით იმის შესაძლებლობას, რომ თავიანთი შეხედულებები და წინასაარჩევნო პროგრამები დეტალურად გაეცნოთ თქვენთვის, თქვენ კი გქონდათ იმის საშუალება, რომ თავადაც ჩართულიყავით ჩვენს გადაცემაში, დაგეფიქსირებინათ თქვენი პოზიცია, დაგესვათ კითხვები ჩვენი სტუმრებისთვის. თავისუფალი ტრიბუნა იყო პოლიტიკოსებისთვის, რომ გამოეხატათ თავიანთი თავისუფალი აზრი და თქვენთვის იმისთვის, რომ გაგეკეთებინათ თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანი. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ჩვენს შემოქმედებით ჯგუფსაც, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საკუთარი საქმიანობა სრულყოფილად შეესრულებინა. მადლობა კიდევ ერთხელ, შევხვდებით ისევ საზოგადოებრივზე, თუმცა უკვე სხვა ფორმატში. ნახვამდის.